თუ შეიძლება დაჯდომა სახარების კითხვისას. რამდენიმე შეკითხვა და მოდი ვუპასუხოთ. ახლა როდესაც ტაძარში იკითხება სახარება, იქ უნდა ფეხზე იდგე. თუ რა თქმა უნდა ვიღაცას ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს. და თუ გახსოვთ როგორ ამბობს მღვდელი ან დიაკონი სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმინდა სახარება. რას ნიშნავს? აღემართენით. ანუ შეიძლება ხო ესე რო ვთქვათ რა მარტივად. ანდექით, ამოდექით ფეხზე აღემართენით. შეიძლება მანამდე თუ შეიძლება რომ იცეს დაუშვათ ადამიანი რა. ამ დროს უნდა ამოდგეს ფეხზე. ეს გინდა ცისკარში იყოს, გინდა წირვაზე, სულ ასე ხდება. სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმინდა სახარება. უნდა ადგე. მაგრამ თუ სახში კითხულობ ახლა ყოველდღიურად აი აქაც ხო ახლა მეც ხო ვიჯექი ესე არ კითხულობდი სახარებიდან ხო ამოვიკითხე. იქ შეიძლება კიდევაც გამჯარმა იკითხო, კიდევაც შეიძლება ფეხზე იდგე და ისე იკითხო. ეს არის მინდა წერილი ღვთის სიტყვა. ჩვენ ამას იმიტომ ვკითხულობთ, ეს არ არის რიტუალი. ჩვენ ამას იმიტომ ვკითხულობთ, რომ ჩვენ სახარებისეულად ვიცხოვროთ. ისე კი არა რომ აი მე დღეში ერთი თავი მარტო წავიკითხე და მორჩა, ხო წავიკითხე დღეს და მეტი არაფერი. აი მე უფამ რო თქვა ამ მოვლენებთან დაკავშირებით ესეთი ლოცვა კურთხევა რო თქვა, მე არ ვიცი თქვენ რამდენად ასრულებთ წესით. ეკლესიის მრევლი ამას გულმოდგინედ უნდა ასრულებდეს. მე უფე ანდრეამ თქვა რომ მოდი საქართველოში მშვიდობისათვის ჩვენ 4-ვე სახარება ამ ერთი კვირის განმავლობაში წავიკითხოთ. ოღონდ ეგ იმას კი არ ნიშნავს რომ ადამიანმა მარტო გადაშალო წაიკითხო და დაკითხული გა. ეგ ნიშნავს იმას რომ მე ესეთი აზრი გამოვიდა. ეგ ნიშნავს იმას რომ ჩვენ იმას კი არ მოусმინოთ ამანეს თქვა, იმანის თქვა, იმდენი. დღეს იმდენი რამე თქვა რომ ადამიანი დაიბნება ვერ იგებს რა ხდება, სად არის, ვინ არის. არამედ ჩვენ უსმინოთ ღმერთს. ღმერთს უსმინოთ. აი ეგ თქვა მე უფრო. მე ესეთი აზრი გამოვიდა და კიდევ ის რომ ჩვენ რო ვიცოდეთ როგორ მოვიქცეთ. აი სახარების ცნებები. აი ხედა ისე მოეკეცი ყველა ადამიანს. გინდა შენ იმას ტრათვლიდე და გინდა მოყარეთვლიდე. სახარებისეულად მოეკეცი. თუნდაც ტრათვლიდე, რას გეუბნება? დალოცეთო თქვენი მტრებიო, თქვენი მაგინებლები დალოცეთო, აკურთხეთ. და ეგ არის სახარებისეული მცნება. რა სარგებელია, რა მადლიაო, თუ მარტო შენი მოყარე გეყარებაო. თუ ვინც შენ სიკეთეს გიკეთებ, მარტო მას გაუკეთებ, სიკეთესო, რა მადლია. ამიტომ ამბობს რომ თქვენი მტრები დალოცეთო, შეიყვარეო მტერი. და მე ამბობს იმ სიტყვებს, რასაც წაღან ამბობდი რომ მზე რო ამოდისო, კეთილკაცსაც მიფენს სინათლეს და სითბოს და ბოროტსაც. წვიმა რომ მოდის, ორივეს ბაღს ერთნაირად დანამავს ის. და თქვენც იყავით რომ ესე იგი მოწყალე ვითარცა მამაი თქვენი ზეცათაი მოწყალე არის. ანუ ყველა ადამიანის მიმართ ეს არის მცნება, ის მცნება. და ეს წაიკითხე, ეს იკითხეთ რომ მეუფე. და ეს იმისათვის რომ სახარებისეულად იცხოვრო. ახლა წარმოედგინე აი სადღაც ხარ ადამიანი და ვერ იგებ რა გააკეთო. და მოგივიდა ყველაზე მეტად ვისაც უყარხარ და ყველაზე მეტი ვინც იცის, მისგან მოგივიდა წერილი რომ ასე და ასე მოიქეცი. მე ჩვენ თუ იმას მარტო მექანიკურად გადავიკითხავ და დავხურავ და არაფერი არ დაგვამოფსორდება. რა უნდა გააკეთო? აი გზა გიჩვენა, აქეთ უნდა შეუხვიო, იქით შეუხვიო. აი წარმოედგინეთ ახლა დღეს ხო არის Google-ის რუკები როა. ხო არის Google-ის რუკა ტელეფონში. რამდენჯერ დაგხმარებია მე პირადად. რამდენჯერ დაგხმარებია რომ არის ადგილი და ის ზუსტად მიგიყვანს. აი სულიერი გაგებით სახარება და სახარების მცნებები სწორედ ის არის. შენ გეხმარება რომ მიხვიდე იქამდე. სასუფეველის გზაზე იდგე და იქიდან არ გადაუხვიდე.